რომ ლელოსის გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, ღალატი საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატის ყველა იმ პროდასალური ოპოზიციური პარტიის თუ სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. და ლელომ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც ის აუცილებლად გადაიხდის როგორც საკუთარ ამორჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში და ეს ეთყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ლელოში სამწუხაროდ, როდესაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ ლელოს იმ გადაწყვეტილების გამო, რა გადაწყვეტილებაც ამ პარტიამ მიიღო. ნახეს. აი ეს წერილიც რო შეგვიფასოთ და პლუს ამას აიტო თქვენ სახსენეთ ხო, მაგალითად სალომე სამადაშვილი ღიად უჭერს მათ მხარს და ამბობს რომ დეუწოდებას არის. ნუ პირველი სალომე სამადაშვილი რა სიტყვის არ მაინტერესებს. სალომე სამადაშვილი ჩვენ გვახსოვს მაშინაც როდესაც მამუკა ხაზარაძეზე იძახდა რომ კომკავშირის ბილეთი უდევს და კომუნისტური პარტიისო და შემდეგ ლელოს წევრი გახდა, ამიტომაც ესეთი არაპრინციპული განცხადებები მისთვის დამახასიათებელია შესაბამისად. მე მგონი გასაგებია ახლა თვით ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია როგორი იქნებოდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის პოზიციას, მე გუშინაც აღვნიშნე, რომ მისი ეს განცხადება არის მცდელობა იმისი, რომ თვალებში ნაცარი შეგვეყაროს და პირისპიროში დაგვარწმუნოს ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება. როდესაც თეთრზე ამტკიცებს, რომ შავია და ძალიან სირცხოლია და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან, პოლიტიკური პატიმრობა არ არის ინდულგენცია იმისი, რომ არ ითქვას სიმართლე. ძალიან სირცხული და თვალებში ნაცრი შეყრა იყო ის განცხადება, იმიტომ რომ პოლიტიკურმა პატიმრება ახალგაზრდა ბიჭებმა 18, 19, 20, 25 წლის, რომლებიც ძიან ციხეში და რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და მათი ერთადერთი დანაშაული ბრჭყალებში არის ეს. არაერთხელ მოუწოდეს ლელოს, რომ არ მიიღო ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და არაერთხელ თხოვეს, რომ ეს მცდარი ნაბიჯი არ გადაედგა. ამიტომაც ნურავის გამო რეალური მიზეზი მათ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის ამაზე უნდა ისაუბრონ და არა შირმად გამოიყენონ ეს ტყუილი, რა ტყუილიც გაავრცელა გუშინ ბადრი ჯაფარიძემ. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია მიიღო დავალება გარეთ ძალებისგან და ნაცების დაგვარამიეს ჩანაცვლებას აპირებენ, რომ ლელოთი და გახარიას პარტიითო. თქვენი უცხოელი ქართული ოცნება რა სიტყვის არ მაინტერესებს. ქართულ ოცნებაში ქართულ ოცნებას ურჩევნია, რომ შიგნით ახლა მასთან რაც ხდება, მაგაზე იდარდოს. აი იმაზე, რომ თორნიკე რიჟვაძეს ახლა თორნიკე რიჟვაძის თავს რაც ხდება, როდესაც რამდენიმე თვის წინ ადამიანი იყო მაღალ თანამდებობაზე, ყურმოჭრილი მონა იყო ბიძინა ივანიშვილის და დღეს მოპარული მილიონებიდან წილის მიტანას რო თხოვენ და მაგის გამო თავის მოკლას ცადა თუ ესროლეს ესეც რო გასარკვევია და ეს გარჩევები რო არის ქართულ ოცნებაში, ახლა ვინ უფრო მეტი მოიტანა და ვინ საერთო ეგრეთ წოდებულ ოფშიაქში ფული არ დადო, აი ამ პროცესებში არის ქართული ოცნება და ქართული ოცნების ეს მდგომარეობაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას სხვისთვის მისათითებელი ნამდვილად არაფერი არ აქვს. სამწუხაროდ ლელომ დაიჯერა, წარმოიდგინა, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ აი ამ მოცემულობაში ორი ვარიანტი არის, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიიღო. ან უნდა იყო გარიგებული, ან უნდა იყო სასარგებლო იდიოტი. ეხლა ამ ორიდან რომელი არის ლელო, ჩემთვის ეს არის მეასე ხარისხოვანი. იმიტომ რომ წარმოდგენა იმისი, რომ რაღაც მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს, ან პარტიული სტრუქტურები შეინარჩუნო, როდესაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებზეა საუბარი და როდესაც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები დგას ამ ქვეყნის წინაშე და რეალობა არის ის, რომ ამ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ან ყველა ერთად გავქრებით და ეს ქვეყანა არ იქნება, რაც ყველაზე მთავარი არის, აი ესეთ მოცემულობაში ლელოს ეს პოზიცია რა პოზიციაც მას აქვს ჩვენი მხრიდან და არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან ფასდება როგორც ღალატი და ამ ყველაფერს ჩვენ ვარქმევთ სახელს. ამას ქვია ბრძოლის ღალატი, ამას ქვია პოლიტიკური პატიმრების ღალატი, ამას ქვია საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ღალატი, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
კი, მე ხშირად მithქვამს, რომ უკაცრავად, მაგრამ რაღაცა ორი ვაჭარი დაждდეს, ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ხაზარაძე და საქართველოს ბედი გადაწყვიტონ ამ პოდკასტშიც ვთქვი ეს. ესე არ მოსულა და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ რომელიმე მათგანს გავუტარებთ. კი, რატომღაც, რადგან 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ პოლიტიკურ არენაზე ძალიან ბევრ ადამიანს თავისი შეცდომა ეპატია, რატომღაც ჩათვალა, მათ შორის ლელომაც, რომ მისი ეს გადაწყვეტილება რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა არ იქნებოდა სათანადოდ შეფასებული ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, ამაშიც როგორც ნახეს და ნახავენ კიდევ უფრო მეტად, გუშინდელი განცხადებაც მოწყობს, სადაც თქვეს, რომ 2-3 დღეო და ყველას დაავიწყდება ეს ამბავიო. კიდევ ერთხელ ყოველი დღე, იმიტომ რომ ჩვენთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბრძოლაში არის, ლელოსას ეს გადაწყვეტილება გათანაბრებულია ქოცებთან. შესაბამისად, ყოველ დღე მათ მოუწევთ ამ კრიტიკის ატანა და კრიტიკაზე უფრო მეტის ატანა მათ მოუწევთ ამ სირცხულით ცხოვრება. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, კი, ნამდვილად იყო კონკრეტული ფაქტი, მithქვამს კიდეც, რომ ეხლა ჩემოდნით კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ბიძინა ივანიშვილი იulis, თუ მამუკა ხაზარაძე იulis და მამუკა ხაზარაძე იყიდის ექსპერტებს თუ ბიძინა ივანიშვილი იყიდის ექსპერტებს, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ ოცნებას ვერ ბძვით მისი მანკიერი მეთოდების გამო, ეს მანკიერი მეთოდები არ მართლდება სხვასთანაც არავისთან. ასე უნდა გითხოთ ყაველაშვილის შეფასებაზე ოპოზიციასთან დაკავშირებით. ყაველაშვილი ვინ არის? საქართველოს პრეზიდენტი. ქართული ოცნების პრეზიდენტი, კი ბატონო. ყაველაშვილის შეთავაზებაზე უნდა გითხოთ, ოპოზიციონერებს გაუკეთა შეთავაზება ამნისტიასთან დაკავშირებით და ასევე ქართულის არჩევნებთან დაკავშირებით. გარდაუვალი მარცხის შიშით ნათქვამი უარია თქვენთვის ეს ყველაფერი? ეს ვინ თქვა, ეს ფრაზა, ვისი ფრაზაა? ბოლო ეხა რაც თქვით. ჩემი ფრაზა. კი ბატონო, მე ვთქვი ყაველაშვილის განცხადები დაიწყე და მეგონა ყაველაშვილის განცხადებიც იყო. ყაველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით უარი, გარდაუვალი მარცხის შიშით ნაკარნახევი უარია თქვენი აზრით. ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებულია ერთადერთი რაღაცით, რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება. რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ შეიძლება შეყვეს საკუთარი თამაშის წესებში და რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ შეიძლება გაუხსნა მეორე სუნთქვა. ყველაზე დიდი ბრძოლა გადის საპროტესტო წინააღმდეგობრივი მოძრაობის გაშლაზე. ყველაზე დიდი ბრძოლა რეჟიმის დამარცხების გადის ქუჩაში საქართველოს მოქალაქეების ბრძოლაზე და ყველაზე დიდი ბრძოლა გადის იმაზე, რომ რეჟიმი უნდა დაიმხოს, სისტემა უნდა დაიმხოს და საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ბრძოლით ეს ყველაფერი უნდა გამოხატონ ქუჩაში. ჩვენ ამ ბრძოლის გზის გჯერა და 13 წლის განმავლობაში, რასაც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, სიტყვით ახდა, მათ შორის ბევრი იმ ადამიანისთვის, ვისაც ძალიან ბევრი რაღაცა სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი და დღეს ჩვენზე უფრო მეტ რადიკალად არის გამხდარი, ან უნდა თავი ესე წარმოაჩინოს, ჩვენ თვლით, რომ ერთადერთი გამარჯვების გზა რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან ეს არის მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და წინააღმდეგობის მოძრაობის გაშლა. ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში ბიძინა ივანიშვილის პირობებში შესაძლებელი არის, რომ თბილისი ან ხაშური გამოიკვლიჭოს, იმიტომ რომ ჩვენ და გვესმოდეს არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ სპეცოპერაციაზე. როდესაც ვსაუბრობთ რუსულ სპეცოპერაციაზე, ამ რუსულ სპეცოპერაციაში არანაირი შანსი არ არსებობს იმისი, რომ რაღაც მიახლოებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე იყოს საუბარი და მათ შორის, როდესაც ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენ გულისხმობთ უფლებას, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში. და შეწყალების მექანიზმი ასე ვთქვათ არ გამოიყენა. თქვენ როგორ უპასუხებთ მათ და ლიდერების გარეთ ყოფნის შანსზე უარის თქმა ხო? ანუ ამით რას ადასტურებს ქართული ოცნება? ქართული ოცნება ადასტურებს, რომ ის არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც შეუძლია ადამიანებით ივაჭროს. ანუ ყაველაშვილმა ამ განცხადებით რა დაადასტურა ორი რამე. პირველი, რომ მათთვის ძალიან დიდი პრობლემა არის ლეგიტიმაცია, ამიტომაც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ლეგიტიმაცია მიიღონ, თუმცა სიტყვიულად, იმიტომ რომ არაფერი მათ არ უშორეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ გავიგეთ, რომ თურმე ტრამპისთვის მუქარის წერილიც კი მიუწერია ქართულ ოცნებას, ამ პირობებში საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ ამერიკელებთან და ევროპელებთან დალაგება ურთიერთობის, არ ვიცი ნამდვილად.
და მეორე ანახა ის, რომ პოლიტიკური ლიდერები სწორედ იმიტომ დაიჭირა ქართულმა ოცნებამ, რომ შემდეგ ამ ადამიანებს ციხეში ევაჭროს იმისთვის, რომ გაგათავისუფლებ თუ მონაწილეობას მიიღებ ჩვენს რუსულ სპეცოპერაციაში. რეალურად ამ ყაველაშვილის ამ განცხადებით, რომელიც რეალურად ყაველაშვილის განცხადება კი არ არის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაა, რომელიც ყაველაშვილს გაავრცელებიეს და დაადებინეს, გამოჩნდა ეს, რომ ჩვეულებრივად ადამიანებით მოვაჭრე არის ქართული ოცნება, რომელსაც გონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ციხეში ეხლა იმაზე შეაბამს, რომ იქ შეწყალებას მიიღებს, თუ გამოვადა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. აი ეს იყო მთელი ამ განცხადების არსი. რის ფასად? იმის ფასად, რომ ჩვეულებრივი დანამატი გახდეს ქართული ოცნები, ის და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები გააზრებულად არ წავიდნენ ციხეში, ეხლა რომ იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ყაველაშვილი შეწყალებით გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების დანამატი ხდები ჩვეულებრივ, ანუ ეს არის რეალობა. ხა ასე რომ დომებოდათ, რომ ქართული ოცნების დანამატები ყოფილიყვნენ და მოღალატის სახელი ქონოდათ, მაშინ არ შევიდოდნენ კომისიაზეც მივიდოდნენ და არც ციხეში წავიდოდნენ საკუთარი ნებით. წალენჯიხის მერიის განცხადებაზე უნდა ნახეთ. მერიამ დაწერა განცხადება, რომ ვემიჯნებით არჩევნებს, რომ შეგვიფასოთ ეს ფაქტიც. ლოგიკურია, წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს, როდესაც რუსული სპეცოპერაცია ტარდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის წალენჯიხის არჩეული მერის გია ხარჩელაუეს პოზიციაც ის რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, იქნებოდა ნამდვილად ეს, იმიტომ რომ წალენჯიხაში ყველაზე დიდი უბედურება მოაწყო ამ არჩევნებზე კანონიერი ქურდების ჩართულობით, თან ფიზიკური დაპირისპირებით, თან ქართულმა ოცნებამ, რომ რამენაირად ის შედეგი დაედოთ, რა შედეგის დადეს. ამიტომაც წალენჯიხამ ყველაზე კარგად იცის რა გზა გაიარა ბოლო არჩევნებზე ამ რუსული სპეცოპერაციის პირობებში. ძალიან კარგად იცის განსაკუთრებით სამეგრელომ, რომელიც 13 წელია ბრძოლის წინახაზეა და არ ეპოება ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად იცის, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს და რომ არსებობს მხოლოდ სპეცოპერაცია კრიმინალური ბანდის, ქართული ოცნების, კანონიერი ქურდების და მთელი სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობით, რომლებიც საბოლოოდ მაინც იმ შედეგს დაიწერენ, რაც თვითონ მოუნდებათ. პირველ რიგში გადარჩენას უსურებ და ჯანმრთელობას უსურებ, ეს კიდევ ერთხელ ანახებს იმას, რომ სისტემა თავისივე საკუთარ შვილებს ჭამს და ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი და ჩვენ გვითქვამს ეს არაერთხელ და ეს არის დიქტატურის წესი. საკუთარი შვილების და თითოეული იმ ადამიანთან მივა სისტემა და ბიძინა ივანიშვილი, ვინც ეხლა არიან რეჟიმის დასაყრდენი და ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ეხლა ვინც რეჟიმს წარმოადგენს. თქვენი ბოლო ზუსტად ეს იქნება, იმიტომ რომ როდის გადაეკეტება ბიძინა ივანიშვილს და ჩათვლის, რომ მილიონები, რომელიც თქვენ მოგაპარიათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკანგად ბიძინა ივანიშვილის ოფშიაკში მისატანი, არ იცის ეს არავინ, იცის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომაც ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის ახლა რეჟიმის მსახური, დროზე გამოიცალეთ და დროზე თავს უშველეთ, თორემ პოლიტიკურ ოპონენტებს ახლა რასაც უშრება ბიძინა ივანიშვილი, მონაგონი იქნება, რასაც თითოეულ თქვენთანაც გაგიკეთებთ, იმიტომ რომ თუ ბიძინა ივანიშვილი თვლის და მისი მმართველობის სტილი, სხვათა შორის ფულიც ესე იშოვა მოსკოვში, როდესაც თვლიდა რომ მას პარტნიორები ფულს პარავდნენ, ის მათ პირდაპირ კლავდა. შესაბამისად, უნდა იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე მოთხოვს რეჟიმის ყველა ამ მსახურს, აი მოპარული ფუნების ბიძინასთან მიტანას. დროზე გამოიცალონ, სადაც ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, რომ საკუთარი თავები გადაერჩინონ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს. შეეთი ძალიან უცნაურია, რომ ადამიანი სტუმრად იყო მისული, ხა გამოძიების ფარგლებში ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს, მაგრამ რა გამოძიებაზე გვაქვს საუბარი და როგორ იქნება ეს გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში, ესეც გასაკეთებელია. როგორ შეიძლება რომ ადამიანი, კი, მაგრამ როგორ შეიძლება, რაც შსს-ს გაავრცელა, იქიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კითხვები დარჩა. ანუ ადამიანი იყო სტუმრად მისული და მასპინძლის იარაღით თვითმკვლელობას სცადა. ანუ ეს უკვე აჩენს კითხვებს, რომ რასთან გვაქვს აქ საქმე და როგორ შეიძლებოდა რომ სტუმრად მისული ადამიანი მასპინძლის იარაღით
თვითმკვლელობა ეცადა და იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა თუ იყო სხვა რამე დაესრულეს, ეს კიდევ ერთხელ ვიზახი, ეს არის გამოძიების ფარგლებში დასადგენი ობიექტური გამოძიების არგჯერა ნამდვილად ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ ფაქტი არის ერთი, რომ თვითმკვლელობას ცადა თუ ესროლეს ამ ადამიანს, ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო ამ ქვეყანაში და ყურმოჭრილი მონა იყო ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილს ტაშს უკრავდა და მთელი ქართული ეთნება მადლობებს უხდიდა, რომელსაც მილიონები მოიპარა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე და ეგონა, რომ თავი ქუჩში ქონდა და ყველაფერი შერჩებოდა. აი ამ ადამიანზე არის დღეს საუბარი, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტა ბიძინა ივანიშვილმა და მის ჩვენ ვიცოდით მათ შორის და არაერთი ინფორმაცია ქონია და გველაპარაკია ამაზე ეთერებში, რომ თონი კორიჟოძეს თხოვდნენ მოპარული ფულის უკან დაბრუნებას და გავრცელებული ინფორმაციით იმაზე მეტის უკან მოტანას თხოვდნენ, რამდენიც მას რეალურად არ მოუპარავს. და სწორედ ეს გარჩევები და ამ ეგრეთ წოდებულ ატკატებზე საუბარი იყო ერთ-ერთი თემა ამ შეხვედრის დროს, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა. წერილიც გავრცელდა რიჟვაძის თვითმკვლელობამდე დაწერილი, რომელიც ჰოსპიტალში ანაპონის, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვას თხოვს მათ, რომ დაიცვას მისი ოჯახი, რადგან ისინი გარკვეული წრემას, კორუფციას აბრალებს, ბარიგენის მფარველობას აბრალებს და თხოვნით მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს, რომ დაიცვან. სად გავრცელდა ეს წერილი? უპოვეს საავადმყოფოში და აი ეს ძალიან უცნაური ამბავი არის. ანუ აი ხა ეს იცით როგორი ამბავი არის, ჩემ მეზობლის კატაც კი არ დაიჯერებს ახლა ამ ამბავს. წერილში რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცის წევრი უდანაშაულოა და ყველა მისი ხო. ნუ მე ვფიქრობ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაწერილი წერილია, ან გეკამ გელაძის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრია. წარმოუდგენელია ხა, რომ ანუ ისე მომზადებული მივიდა სხვის სახში, რომ წერილი დაწერა ჯიბეში ჩაიდო, მერე თვითმკვლელობა სცადა, ეხლა სამწყობოში რო გადაიყვანეს, მერე აღმოაჩინეს ეს წერილი, ეს ფანტასტიკის ჟანრია ეხლა ეს ყველაფერი და სხვათა შორის ზუსტად ესე პრავდება რუსეთში ხოლმე ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობები ადამიანების. ამიტომაც როცა გვეკითხებოდნენ საარჩევნო ჩელებინსკი გაიღვიძეთო, კი ეხლა ხვდება მე მგონი რიჟვაძეს, რომ მან გაიღვიძა ზუსტად. რომ რუსეთში, როდესაც რაღაცის დაფარვა უნდათ, მაშინ ვრცელდება მსგავსი ინფორმაციები, იმიტომ რომ თუ ვინმე ხარ რიჟვაძეს ებრძვის, რიჟვაძეს ახლა ვინც თხოვს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი მოპარული ფული უკან დააბრუნოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. ახლა ამაზე თვითონ რიჟვაძე რო იქიდან გამოვა, თვითონ უნდა ისაუბროს. რამდენად ეყოფა გამბედაობა არ ვიცი ნამდვილად, იმიტომ რომ მასაც მიქარული ამ ხელისუფლების პირობებში და მოპარული ძალიან ბევრი აქვს. რამდენად ეყოფა ამის გამბედაობა არ ვიცი, თუმცა ადრეთ გვიან ეს ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან არალოგიკურია ჯერ ამ წერილის არსებობა. ძალიან არალოგიკურია, რომ ეს ადამიანი ესე მომზადებული სხვის სახში მისულიყო თავის მოსაკლავად, თუ უნდა და სხვაგან საკუთარ სახში მოიკლავდა თავს და მერე ეს წერილი გულის ჯიბით ეტარებინა და კიდევ უფრო უცნაური არის, რომ იმ ადამიანებს თხოვს გადარჩენას და თავს აცოდებს, რომლებმაც ის სასიკვდილოდ გაიმეტეს. დანიგენის განცხადებაზე ვიკითხოთ, ის ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან გამოტანა წერილია, რომელიც იყო ნახე. და შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონმა მიიღო ძალიან ცუდად და ხო, ამან კიდევ ერთხელ ნათელი ეს წერილი იყო იმ საჯარო წერილამდე, რომელიც გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძემ და ეს არის რეალურად ძალიან სერიოზული სიგნალი იმისი, რომ ამ ქვეყანას რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ტრამპისთვის მუქარის ტონით საუბარი არ გაუბედავს თვით პუტინსაც კი. ამიტომაც, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრამპს ელაპარაკები მუქარის ტონით, უნდა იყო ძალიან არაადეკვატური, ან უნდა ქონდეს კონკრეტული მავნებლური მიზანი, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებას. რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პარტნიორია, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. და ამ წერილმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომელიც მუქარის ტონით ელაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის პუტინის და რუსეთის მოკავშირე, რომელიც საქართველოს აქცევს იზოლაციაში, აკარგინებს ევროპული განვითარების პერსპექტივას, ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერების პერსპექტივას, არიან არაადეკვატურად მავნებლები და ცდილობენ მაქსიმალურად იმას, რომ საქართველოს ჩამოაშორონ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. და სწორედ ამ წერილის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და პასუხი ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლებაზე იქნება ძალიან მძიმე. გიორგი რამიშვილი ეწოდებული ბიზარალად დააკავეს აეროპორტში, სადაც მას აღმოაჩნდა უკან მიდიარაკი. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ფაქტს და მის დაკავებას უკან?
ეს ფაქტიც ძალიან უცნაურია. ეს ზუსტად გავს იმ მეთოდებს, როგორც ხდება ხოლმე რუსეთში დაკავებები, რა ვიცი, ძნელა წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც ამდენი მილიონის პატრონია და ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, ხა ისეთ სულელი იყოს, რომ პარიზში გაფრინდეს ხელბარგში ჩადებული იარაღით, თან ისეთი იარაღით, რომელიც მას გაფორმებული საერთოდ არ ქონდა. მაგრამ რას მიუთითებს ეს ყველაფერი? მით უმეტეს ის დაცვის თანხლებით გადაადგილდება, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის და საერთოდ არ სჭირდება მათ შორის როდესაც საზღვარგარეთ მიფრინავს და საერთოდ არ სჭირდება ხოლმე რომ თვითონ ატაროს იარაღი და მით უმეტეს გაუფორმებელი იარაღი, მაგრამ ეს რას აჩვენებს? ეს აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ არავინ ამ ქვეყანაში დაცული არ არის. მათ შორის დაცული არ არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც შეიძლება ქართული ოცნების ოპოზიცია საერთოდ არ არიან, ჩუმად არიან, ძალიან დიდი ფული აქვთ და ხშირ შემთხვევაში რეჟიმს ამაგრებენ კიდევაც. ამიტომაც ამ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, რომ რეჟიმი მიადგება ყველას, ვისაც ჩათვლის, რომ სჭირდება იმისთვის, რომ ეხლა ბოლომდე გასრისოს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის დეტალები კონკრეტულად რა ხდება, ჩვენ არ ვიცით ნამდვილად, ერთი შეხედვითაც კი ნათელია ბიზნესი ამ ქვეყანაში რამდენად თავისუფლად სუნთქავს ქართული ოცნების პირობებში. უცნაურია, კიდე რაც არ უნდა ეხა ოჯახმა გაავრცელოს, აი ეს ფაქტი ადამიანს დაყვება ძალიან ბევრი დაცვა და იცავს მთელი ჯგუფი ადამიანების. ოფიციალურად ყავს დაცვის წევრები, მათ შორის მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ გადაადგილდება. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, რომ აი ამ ხელა ფულის პატრონი ადამიანი მთლად სულელი არ უნდა იყოს, ხო, რომ აეროპორტში, ახლა თუ იმის იმედი ქონდა, რომ აქ გაივლიდა საქართველოში, რა პარიზში ვერ გააჩერებდნენ და ვერ უპოვდნენ ამიან რა. შესაბამისად, კითხვები ამასთან დაკავშირებით, ეხლა რა განცხადებაც არ უნდა გაავრცელოს, თუმცა ოჯახის პოზიციაც გასაგებია, გვესმის, თუმცა ერთი რაღაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა ესმოდეს ყველას, რომ ხალხო, სიჩუმე არ არის ის, რაც ესე დროს დაგიცავთ. პირიქით. სიჩუმე არის ის, რაც თქვენ კიდევ უფრო მოწყვლაც ხდით რეჟიმთან და მაშინ რეჟიმს გონია, როდესაც თქვენ ჩუმად ხართ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია და შეუძლია ბოლომდე გადაგიაროთ. თქვენი მთავარი იარაღი არის ხმამაღლა სიმართლის საუბარი. რაც უფრო ხმამაღლა ელაპარაკებთ, გადაირჩენთ საკუთარ თავს და გადაირჩენთ საკუთარი ოჯახის წევრებსაც. 16 წუთის წინ გავიცვალა CSKOM ახალი განცხადება. EUTOR-ის რეზოლუციის დაინტერესებული მხარეების საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ არც EUTOR-ის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ანგარიში და არც EUTOR-ის რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე. კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს. ხო, ნუ რას წელი-წერილია როგორ შევაკეთებთ? CSKOS-ზე, როდესაც ვცხოვრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის არანაირი CSKO, არის კალანდარიშვილი, რომელიც არის სუსის ჩასმული აგენტი CSKO-ს თავმჯდომარედ და ქართული ოცნების წევრები უმრავლესობაში, რომლებიც ასე წარმოადგენენ სუსს. ამიტომ ეს განცხადება გავრცელა სუსმა და არანაირმა CSKO. ეხლა რაც შეეხება იძახის EUTOR-ის ანგარიში ხარ რომ მოიღო და წაიკითხოთ, ერთ-ერთში წერია, რომ ეს არ ყოფილა არც სამართლიანი და არც თავისუფალი არჩევნები. და როდესაც EUTOR ამბობს, რომ არც სამართლიანი და არც თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როდესაც EUTOR ამბობს და საუბრობდა იმაზე, რომ ასეულობით და ათასობით ადამიანის პირადობის მოწყობის ჩამორთმევაზე იყო საუბარი, ფარლობის დარღვევაზე იყო საუბარი, იმაზე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოეხატათ თავიანთი საარჩევნო უფლება, გამოეყენებინათ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ EUTOR-ის დასკვნა იყო ის, როგორც უნდა ყოფილიყო და სხვათა შორის თუ ესე არ იყო ხა რასაც ეს სუსის ფილიალი CSKO ამბობს, მაშინ EUTOR-ის დასკვნა რანაირად გამოიყენეს იმ ქვეყნებმა, რომელმაც არ აღიარეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში და თქვეს, რომ არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ხო, ყველა იმ ქვეყანამ, ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებს, რომლებსაც კითხვები აქვს სერიოზული ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში ეხმობიან სწორედ EUTOR-ის დასკვნას. მადლობა, დავიდეთ, კადრები გადავიღო თუ მინდა ბავშვები. კი ბატონო. რიჟვაძეზე ვისაუბროთ კადრების ძალიან შემეცოდა. კაი რა წერილი ხალხო. არ თქვენ გჯერათ ეხა ესა? აი კამერების გარშე საკუთარ გულებში ჩაიხედეთ და ისე თქვით რა.
ზეჭე მეპარება რომ ის ადამიანი ძალიან უცნაური არის თავის მოკლა რომ უნდა ესეთი ადამიანი ბუნებრივად რო ვთქვათ ხო სხვის სახში წახვალ თავის მოსაკლავად და სხვის იარაღით მოიკლავ თავს და ეს წერილი გამზადებული წაიღო ანუ გადაწყვიტა რომ თავი უნდა მოეკლა მივიდას ხო და ძალიან უცნაურია თქვენ თქვენს კითხვები არ გებადებათ ხა თავის მოკლა რომ უნდა ესეთი ადამიანი რას აკეთებს რავი ღმერთმა დამიფაროს და ღმერთმა დაგიფაროთ ხო სხვის სახში წავალ იმის იმედად ვიქნები იქ იარაღი აქვს თუ არა აქვს მე იმ იარაღს ავიღებ და ვისვრი თან იმას რა ქვია წერილს დავწერ წინასწარ და გულიჯიბეში ჩავიდებ ანუ ძალიან უცნაური ამბავი არის მაგრამ სულ რომ მაგისი იყოს ეს წერილი თორდიკე რიჟვაძეს არუშველის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძისთვის თავის შეწოდება, იმიტომ რომ მან იცი ზუსტად ვისი დავალებითაც თხოვენ მას უკან ეხა ამ მილიონების მოტანას და ამ მილიონების მოტანას თხოვენ ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თვითმმართველობის არჩევნებში ლელომ უკვე თავისი პოზიცია თქვა მოკლედ ასევე გახარია გირჩება ის რა მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდე ხო არ უნდა ველოდოთ ვინმეს ვინც მიიღებს მონაწილეობას, თქვენი პოზიცია გასაგებია. მე არ მგონია რომ კიდევ ვინმე მიიღოს, მაგრამ ვინც მიიღებს, ზუსტად იგივეს დაიმსახურებს, რაც ლელოს და ლელოს უჯერთ ყველაფერი წინაა, იმიტომ რომ ამ გზაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეპატიოს ის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა და ქართული ოცნებისთვის მეორე სუნთქვის გახსნა არის ის, რასაც ახლა აკეთებს გახარია და ლელო. ამიტომაც ჩვენი დამოკიდებულება მათთან იქნება ძალიან დაუნდობელი და უნდა იცოდნენ, რომ არც ერთ ესეთ ნაბიჯს ძალიან 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკურ ველზე ძალიან ბევრი რაღაცა ეპატია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობისგანაც და ძალიან ბევრჯერ ნაციონალურ მოძრაობას ერთობის ხათრით ვითმედით ბევრ რამეს მათ შორის უსამართლო თავდასხმებსაც აქეთ. მაგრამ ჩვენი უსამართლო თავდასხმები ჩვენზე ეს არის მეასე ხარისხოვანი. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას და იმას, გაეხსნება თუ არა მეორე სუნთქვა, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, აი ეს უბედურებები რაც ხდება, გაეხსნება თუ არა მეორე სუნთქვა ბიძინა ივანიშვილს, ყველა ამ ადამიანთან ჩვენ ვიქნებით ძალიან შეუპოვრები და ძალიან შეურიგებლები და ჩვენი სახელი, რაც ჩვენ ლელოს დავარქვით და არ მხოლოდ ჩვენ, ეს არის ის, რომ ეს არის ღალატი. პოლიტიკური პატიმრობა არ არის ინდულგენცია, რაც ეგონა ხაზარაძეს და ჩაფარაძეს, რომ ჩვენ ამის გამო მოვითმედით და არ ვიტყოდით. არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, არის ღალატი ამ ბრძოლის და ამის პასუხს საკუთარ მომჩეულშიც მიიღეს უკვე ადამიანებმა დატოვეს ლელო და მიიღებენ პოლიტიკურ წრეებშიც. და უნდა იცოდნენ, რომ ესე მარტივად ვერ ივლიან საარჩევნო კამპანიაში, ეხლა თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ყველაფერში. ქართული ოცნებასთან კოალიციის შექმნა არის ეხლა რასაც აკეთებენ.